სახელითა მამისათან, დადისათან და თვითისა სულისათან. ჩვენთან არსებენ. ქრისტეს მიერ საყვარელო ბანონა დანო ილოცავ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობას ჩვენი საკათედრო ტაძრის დღესასწაულს ულოცავ სასულიერო დასს გორის საკათედრო ტაძრისა მის მრევლს ამ ტაძარმა ძალიან დიდი როლი შეასრულა ქალაქ გორში სამშობლოებრივი აღორძინებისათვის. მან ითვირთა ფუნქცია საკათედრო ტაძრისა და მაშინ, როდესაც არ იყო არც ერთი ტაძარი და ჩავთვლით სამლოცველო სახლი, რომელიც იყო ქალაქში, ერთადერთი ტაძარი იყო გორის საკათედრო ტაძარი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელზე დაგებული და ეს ტაძარი იქცა სახლად ყოველთა მართლმადიდებლთა ამ ქალაქისა. უფრო მეტიც, სანამ რაიონში გაიხსნებოდა ტაძრები, ეს ტაძარი ემსახურებოდა ყველა ადამიანს, ვინც ჩამოდიოდა სოფლებიდან და მან თავისი ფუნქცია როგორც კათოლიკონის, ანუ საყოველთაო ყოველთა შესაკრებელის ფუნქცია აღასრულა ღვთის წინაშე და მისი მრევლის წინაშეც და გახდა ეს სახლი ღვთისა, არის სახლი ღვთისა და არის ჩვენი სახლიც. ჩვენი, ვინც მსახურობთ ამ ტაძარში, ვინც აქ ლოცულობს, ვინც არის მრევლი ამ ტაძრისა და ვინც ცხოვრობს ამ ტაძართან. ამიტომაც სულითა და გულით გილოცავ ყველას, მრევლს, ყველა ადამიანს, ვინც გამოიარა ამ ტაძრის კედლებში აქა-იქ და ფეხი სარწმუნოებრივი ცხოვრებისათვის, ყველას გილოცავ საკათედრო ტაძრის ზეიმს. და ზეიმი ეს დაკავშირებული არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობასთან. საოცარი არის შობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელისა. იოანე დამასკელი ამბობს თავის მიმართვაში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელისათვის, რომ შენთვის არ გიცხოვრია, შენთვისვე არ შობილხარ. და ამაში იგულისხმება, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი თავისი მშობლების წმინდა და მართალ იოაკიმ და ანას პატიოსანი და ღვთისმორწმუნე ცხოვრების გამო იქნა აღრჩეული წმინდა ჭურჭლად, რომელშიც დაიბანებდა უფალი ჩვენი და მაცხოვარი იესო ქრისტე, მესია, ხსნელი კაცთა მოდგმისა. იოაკიმ და ანა უკვე წლოვანები იყვნენ, როდესაც მან შეეძინათ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. საოცარია, რომ წმინდა წერილი სახარება ჩვენ ვიყვება მართალ ზაქარიას და ელისაბედის შესახებ, თუ როგორ იქნა ნაშობი წმინდა იოანე ნათლისმცემელი.
ელისაბედი იყო ანას და ანუ დეიდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელისა და ალბათ განსხვავება იყო წლოვანებაში დებს შორის რამე თუ ჩვენ ვიცით წმინდა წერილიდან როდესაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გახდა მღვდელი უფლისა იესო ქრისტესი იმ დროსვე იყო ფეხმძიმე წმინდა ელისაბედიც და არ მოგვითხრობს სახარება იმის შესახებ თუ როგორ იშვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, იმიტომ რომ ეს გამოვიდოდა თხრობა ქრისტეს შესახებ ადამიანური თვალსაზრისით, ადამიანური გაგებით, რომ ისტორია გამოვიდოდა ქრისტესი, რომ მისი მშობლები ასეთები იყვნენ, დასაკეთებდნენ მისი მშობლები და ეს არ იყო სახარება არ არის ავტობიოგრაფია ქრისტესი. სახარება არის უპირველეს ყოვლისა ქრისტეს სიტყვის მაუწყებელი ჩვენდამი და მომთხრობელი მისი საქმეებისა და ისიც ძალზე მცირე, იმიტომ რომ ამბობს იოანე ღვთისმეტყველი თავის სახარების დასასრულში, რომ იმდენი რამ ხნა მაცხოვარმაო, რომ ყოველივე რომ მოყვეო, არ ამგონებ, რომ ამა სოფლის წიგნებმა დაიტიოსო. იმდენი რაღაცა იხილა იოანე ღვთისმეტყველმა მაცხოვართან ყოფნისას, რომ იმის აღწერა ყოველივესი შეუძლებელი იყო. მას დასჭირდებოდა ტომები და არ იყო ეს ფუნქცია წმინდა წერილის, რომ ასე დაწვრილებითად ყოფილიყო აღწერილი ყოველივე. მაგრამ არ იყო იმიტომაც, რომ წმინდა წერილთან ერთად არსებობს წმინდა გარდამოცემა, რომელიც თანასწორია წმინდა წერილისა. ასე აღწერა მოსემ ქვეყნის შექმნა, რომელიც გადამოდიოდა შთამომავლობიდან შთამომავლობაზე, ადამიანიდან თავის შვილებზე, შვილთაშვილებზე და ეს ხრობა მოსემ ჩაწერა. და წმინდა გარდამოცემა მოგვითხრობს, თუ როგორ მოხდა შობა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელისა. მისი მშობლები იოაკიმ და ანა, როგორც მოგახსენეთ, წლოვანები იყვნენ უკვე. არ ჰყავდათ მას შვილი და წუხილი იყო მათი დიდი ამის გამო. შვილის ყოლა ებრაელთა ერში მრავალწლის გვითხრა, ეს იყო ნიშანი ღვთისმურთხევლისა. და ერთ-ერთი მიზეზი ამისა იყო ის, რომ ებრაელებს ჯეროდათ, რომ ადამიანის სული ხდება ისეთ ადგილას, სადაც არის წუხარება. და აი ამ წუხარებიდან, როგორც ამბობს თავად სოლომონის შავეთში ჩავიდეს სულიო. ანუ ქრისტემ აღმოიყვანა ადამიანთა სულები ჯოჯოხეთიდან და სამოთხეში შეიყვანა ისინი. და აი ებრაელებს ჯეროდათ, რომ როდესაც მოვა მესია, ვისი შთამომავლობაც შეეგებება მესიის მოსვლას, იმათი
სულები, იმათი წინაპრების სულები იქნებიან ამოყვანებული შავეთიდან და დადგინებული სამოთხეში. ამიტომაც ყოველი ებრაელი ეძებდა და ცდილობდა ყველანაირად, რომ მისი შთამომავლობა მოვიდიყო გაგრძელებული. ეს არ იყო მხოლოდ მიწიერი ყოფის დამკვიდრება, ეს იყო მარადისობის დამკვიდრებაც ებრაელთათვის. იმიტომ რომ შთამომავლობაში იგულისხმებიან ისინი უპირველეს ყოვლისა, ვისაც აღსოფა, ვინც ლოცულობს თავის წინაპრებზე და ღვთის წინაშე აღავლეს მათთვის თავის ვედრებას. და წუხდა იოაკიმე და ანნა. იოაკიმე საკმაოდ დიდარი ადამიანი იყო და ორმა სხვებს წირავდა ის, მაგრამ ერთხელ კაძაში ყოფნისას უთხრეს მას, რომ შენ არა გაქვს უფლება სხვებლის შეწირვისა, რამე თუ არ აქვს შთამომავალი და შენი მსხვერპლი არ მიიღებისო. დამწუხდა იოაკიმე, გავიდა უდაბნოდ, დადგა კარავი უდაბნოში, სადაც იყო მისი საქონელი დაბანაკებული და თქვა, არ შევჭამ და წყალს არ დავლებ, სანამდე ღმერთი არ შეისმეს ჩემს ლოცვას. 40-დღიანი მართვა იტვირთა მათ, ხოლო ანამ იგლოვა თავისი უშვილობაც და იგლოვა დაგვრივებაც, რამე თუ ჩათვალა, რომ მისი მეუღლე არ მოუბრუნდებოდა მას. და აი ამ ლოვისას მისმა სახურმა უთხრა, ლოვა არაფერს არ გარგებს. შეიმოსე თავსაბურავი, ჩაი გამოიცვალე ტანისამოსი და მადლობდე უფალსო. უთხრა მან ანამ თავის მსახურ ქალს, შენ მასწავლი მე რა უნდა ვქნა და უხეშად მოიშორა. მაშინ დედაკაცმა უპასუხა, მე რა შენ იდარდე და შენ იგლოვე, რამე თუ უშვილო ხარო. და ასეთ ამ დროს ანამ გამოიცვალა სამოსელი და არა მწუხარებას აღავლენდა უფლის წინაშე, არამედ მადლიერებას აღავლენდა და ეუბნებოდა, რომ მიხავ ნება შენი უფალო. როგორც შენ გდებავს, ისე იყოს ჩემთვის. ის ღმერთს მიენდო სრულები და გამოეცხადა ანგელოზი, რომელმაც აუწყა, რომ მოდის შენი მეუღლე იოაკიმე და თქვენ გეყოლებათ შვილი. იოაკიმესაც გამოეცხადა ანგელოზი უდაბნოში და უთხრა, რომ მეთმა მოხედა შენს ოჯახს, დაბრუნდი შენს მეუღლესთან, იცხოვრე მასთან და თქვენ გეყოლებათ შვილი. და როგორც ვამები ბრძანებენ, ეს კვლავ იყო თავალანგელოზი გაბრიელი, მახარებელი სიხარულისა და მშვიდობისა. დაბრუნდა იოაკიმე სახლში, შეხვდა თავის მეუღლეს და მათ ეყოლათ ქალიშვილი, ქალწული, რომელიც მანამდე
მშობლებს ყავდათ აღთქმული ღვთისათვის. ზე იქნებოდა ის თუ ასული, ისინი ღმერთს მიართებდნენ მას და ასეც მოხდა. ჩვენ გახსოვთ, როდესაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გახდა 3 წლის ის სოლომონის ტაძარში მიიყვანეს და იზრდებოდა ის სოლომონის ტაძართან, სასულიერო პირებთან, ქვრივებთან და როგორც ჭურჭელი ჩეული უფლისა მთავარმა თავის დაუნებურად შეიყვანა ის წმინდათა წმინდათაში. ამას ვზეიმობ ჩვენ ტაძარ მიყვანების დღესასწაულზე. და ის შობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელისა დასაწყისი აქვს ცხოვრების, როგორც ამას განებს ამ დღის საგალობელი. და კვლავ ხედავთ ქრისტეს მიერ საყვარელო ჩვენ თუ რაოდენ მნიშვნელოვანი არის და რაოდენ ღვთისაგან არის ნაკუთხი შვილიერება. როდესაც ჩვენ გვყავს მრავალი შვილი, 4, 5, 6, მეტი, თუ ღმერთმა ინება რომელიღაც მათგანი გამოვა სასულიერო პირი, გამოვა მონაზონი და ის როგორც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, როგორც იოანე ნათლისმცემელი, როგორც სამუელ წინასწარმეტყველი და მრავალი სხვა წმინდანი იქნება შეწირული ღვთის წინაშე. იქნება მლოცველი თავისი წინაპრებისათვის და თავისი შთამომავალთათვის. და ეს არის ბედნიერება და ეს არის ღვთის მადლის მონიჭება ჩვენი გვარისთვის, ჩვენი ოჯახისთვის, წარსულთათვის და მომავალთათვის. და რაოდენ დიდი არის ცოდვა ჩვილის მოშორების და დიდია ცოდვა შვილის გაჩენაზე უარის თქმის. ეს ცოდვა არა მხოლოდ ადამიანს და ოჯახს ედება, არამედ ედება ერს. და ამ ცოდვის გამო ჩვენ ბევრ ტკივილსაც ვიწყებთ. და ჩვენ როგორც ქრისტეს ოჯახის წევრებმა მაგალითი კვლავ და კვლავ უნდა ქრისტეში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელში და წმინდა ადამიანებში ვეძიოთ. მათ მაგალითს უნდა მივსდიოთ. იმიტომ რომ მათ მოიპოვეს მადლი ღვთისა, რომელიც ასუნთმულებს და აბედნიერებს ადამიანს და ადგილზელებს მის გვარსა და ტომს. ამ დღესასწაულზე კვლავ მოყავთ ბავშვები, საზიარებლად ფერმძიმე ქალები. იმიტომ რომ ღვთის წინაშე წარადგინონ ისინი და უთხრა უფალს, რომ ღმერთო, ჩვენ ყველანი შენი შვილები ვართ. შენგან ველით წყალობასა და სიკეთეს და მზად ვართ, რომ შენი სიტყვა აღვასრულოთ, იმიტომ რომ ღვთის სიტყვის აღსრულება არის მომნიჭებელი მადლისა და უთხევისა უფლისაგან. ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ ქრისტეს მიერ საყვარელი. ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ.
და მაშინ ვიქნებით ძენი ღვთისა. მაშინ ვიქნებით ქრისტეს ოჯახის წევრები. და თუ ვიქნებით მხოლოდ გარეგნულად, მაშინ ტკივნეული იქნება ეს ჩვენთვის. ტკივნეული იქნება ამ წუთის სოფელშიც და მარადისობაშიც. იმიტომ რომ ჩვენი ჭეშმარიტი სახლი და ჩვენი სამკვიდრებელი არის უკტავებაში და მარადისობაში. ამისთვის უნდა ვიმზადებოდეთ ქრისტეს მიერ საყვარელად. ამისთვის უნდა ვიმხობდეთ ღვთის შეწევნას და წყალობას ღვთისა. და ეს წყალობა რაულად ვენიჭება ჩვენ. წყალობა არის პირველად რომ ჩვენ ვიშვენი მოვევლინეთ ამ ღვთის სოფელს. შეგვიძლია სიკეთის ქმნა, შეგვიძლია ზრუნვა ჩვენი სულის ცხოვრებისათვის. წყალობა არის რომ ვარ ეკლესიის წევრები, ეკლესიის შვილები. ვადგავართ გზას ცათა სასუფეველისაკენ. ეს წყალობა არის ღვთისა. ამას ჭირდება გაცნობიერება ქრისტეს მიერ საყვარელად. არც ერთი არ გამოვეკიდებით ღვთის სოფელს. ყველა დავდგებით ღვთის წინაშე და მარადისობას გაუსწორებთ თვალს. გვინდა ეს ჩვენ თუ არ გვინდა. ასე არის კანონი ბუნებისა. ასეთი და ყოველი წყალობისათვის მადლობა უნდა შევწიროთ თვალს, რომ ლავაწყობდეს მისგან წყალობა. სინდაბლით, სინანულით და მადლიერებით წარდგეთ ის წინაშე. და აი დღესაც წყალობის დღეა ქრისტეს მიერ საყვარელად. დღეს მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით საქართველოს ეკლესიაში პატიოსანი მსახურებისათვის რამოდენიმე სასულიერო პირი იქნა დაჯილდოვებული. პირველად სამღვდელო ხარისხი მიემარლა დიაკონ გიორგი გარემიძეს, გახდა მღვდელი უფლისა, შემწირველი უსისხლო მსხვერპლის. წლების მანძილზე პატიოსთან მსახურობდა და წამს რომ ღვთის შეწევნით თქვენი ლოცვით და თანადგომით ის პატიოსთან გააგრძელა თავის მსახურებას და სიკვდილამდე მიიტანს ამ წინვალე ჯვარს გლობისა, სასულიერო პირობისა. ამ ჯვრის თვითვისათვის პატიოსთან და ღვთის შიშით მთელი დავით გასაძე აყვანილდა დეკანოზის ხარისხში. მეთმა განამტკიცოს და გააძლიეროს მამა დავითი თავის მსახურებაში, თავისი სამწყოს სიყვარულში, ღვთისა და ეკლესიის ერთგულებაში. ასევე ღვთის წინაშე პატიოსანი და ერთგული მსახურებისათვის მღვდელი ანდრია მდროდაშვილი იქნა დაჯილდოვებული ოქროს ჯვრით
Axios. Metma dalotsos da metma ganaputsos. Mama Andrea თავის საფურებაში. ასევე ის წინაშე პატიოსანი და ერთგული მსახურებისათვის წინამძღვარი საკათედრო ტაძართა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საკათედრო ტაძართა არსებული ანდრია პირველწოდებულის დედათა მონასტრის წინამძღვარი სქემონაზონი მარიამ სხილაძე იქნა აყვანილი იღუმენიას ხარისხში და დაჯილდოვდა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით. Axios. ყველა სულოცავ ამ დიდ წყალობას ღვთისა მეფე სოლომონი გძანებს რომელი ამაღლდეს იგი დამდაბლესო ანუ რომელმაც აიმაღლოს შინაგანად თავისი თავი და ამ პარტავანებით სიამაღითა და თავმოწონებით იაროს მას დაამდაბლებს უფალი გამეთუ ბრძანებს ღმერთმა დაბალთა მოსცეს მადლი ხოლო ამაყნი შემუსროსო ხოლო ამ პარტავანი შემუსროსო ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ ყველას უპირველესად მოვლისა სასულიერო პირებს და გვახსოვდეს ყველა ქრისტიანს რომ ამ პარტავანება და სიამაყე ცოდვა არის ღვთის წინაშე და როგორც ბრძანებს ძენი მეფე სოლომონი არის გულურება მერთმა დაგლოცოთ ქრისტეს მიერ საყვარელი ის მადლი და წყალობა იყოს თქვენთან ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობელმა დაგიფაროთ თქვენ და სრულიად საქართველო ამინ ახლა კიდევ ერთხელ სამსის თქვათ ბოძვა ღვთისმშობელისა მოწყალებისა კარი გამოდიო უხეულო ღვთისმშობელი Daglotsot da Daglotsot. Ჩვენ თანასწორ